წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება. მე-12 მიკრორაიონში გამართულ შეხვედრაზე ჯიქია მოსახლეობას კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის პრიორიტეტებზე ესაუბრა. კანდიდატი დასახლებაში არსებული პრობლემებითაც დაინტერესდა და გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას გამოჩენებს პირველ რიგში გადაწყვეტის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ პირდებით დასაქმების საკითხების უკეთესად მოგვარებას, გულისხმობ იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რაც თავარია, სოციალური პროგრამების გაზრდას, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის რაღაცა გარკვეული შეღავათების კიდევ უფრო მეტის დამატებას, რომელიც მომავალ წლის ბიუჯეტებში იქნება სავარაუდოდ გათვალისწინებული, მაგრამ გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების სრულად განხორციელება მთლიანად ქალაქში. ბავშვების სათამაშო გვინდა რაღაც და ძირითადად ეს პრობლემებია და კიდევ რა ვიცი ბუნკერების გატანა გვინდა პატიოსდებიდან და სხვა ესეთი რა ვიცი მოვაგვარებთ ეტყობა ვენდობით და დიდ პატივს ვცემთ ამ ხალხს.